ამინ. უფალმა შეგვიწყალოს, უფალმა შეგიწიროს თქვენი ლოცვა, ჟამნი აღვასრულეთ წოხრისა, ცისკრისა. დღევანდელი სახარების მოკლე შინაარსი არის ის, რომ აღდგომის შემდგომ უფალმა როგორც წერია განმანათლებელში, რათა ეჩვენებინა ბუნება კაცობრივი მოციქულებისთვის, გამოუჩნდა მათ და ხელი შემახეთ მე და იხილეთ რამეთო სულსა ხორს და ძვალ არა ასხენ, ვითარცა ესე მე მასხენ, ეუბნება უფალი. და აჩვენა ის, რომ აღდგომის შემდგომ მას სწორედ ის ხორცი აღადგინა, რომელიც შემოსილი ჰქონდა და ჭამა წინაშე მაცა და შემდგომ განუხნა გონებანი მათი გულისხმის ყოფა წიგნთან. თავიდანაც შეიძლებოდა რომ მიმხვდარიყვნენ და გულისხმა იყო წიგნი, ანუ წინასწარმეტყველებები, მაგრამ ამაშიც უფლის შეწევნა არის საჭირო, რა თქმა უნდა. და უთხრა რომ აი ასე იყო დაწერილი წინასწარმეტყველებში, ძველი აღთქმის წიგნებში, რომ უნდა ვნებულიყო ქრისტე და უნდა აღმდგარიყო მკვდრეთით მესამე დღეს. აი ამისთვის განუხნა მათ გული და გონება და შემდგომ ისიც მიანიშნა, რომ უნდა იქადაგოს სახელითა მისითა სინანული და მოტევება ცოდვათა. ესე იგი, ქრისტეს განგებულება მამობრივი, რომელიც მან აღასულა, ბოლო ამის, ესე იგი, რომ მოხდებოდა აღდგომა და მკვდრეთით აღდგებოდა უფალი, ამის შემდგომ უნდა ქადაგებულიყო და უნდა იქადაგოს სინანული. სინანული არის ბუნებრივი მდგომარეობა, რაც მოხდა იმის შემდგომ. აი უყურეთ, აი მთელი განგებულება ქრისტესი აქეთკენ არის მიმართული, რომ ადამიანში აი ის გაეღვიძებია, რომელმაც არ გაიღვიძა ადამიანში დაცემის დროს. გესმით, როდესაც ადამი ცოდვით დაეცა, ღმერთი მოდის და ეუბნება მას, ეძახის. ადამს სათხარ ეუბნება. რა თქმა უნდა, რა მოწოდება იყო ესა? სინანულისკენ. არაფერი არ შეცვლილა. აი ადამიანის შემდგომ ჩვენთან არაფერი არ შეცვლილა. ერთადერთი რაც ადამიანს შეარიგებს ღმერთს და რაც ადამიანს გადაარჩენს, ეს არის სინანული. სინანული საიდუმლო კიდე თქვენ მოგეხსენებათ, როგორც აღესრულება, მოვდივართ მღვდლის წინაშე, რომელსაც ქრისტემ მისცა შეკვრისა და გახსნის ხელმწიფება და ვაღიარებ ჩვენს ცოდვებს გულწრფელად ჩვენი მოზღვრის წინაშე, იგი გვაძლევს შენდობას და აი ესე მხოლოდ ესე შეიძლება რომ ჩვენ გადავრჩეთ. სხვა არავითარი, ესე იგი სიმართლე, არავითარი საქმე, არავითარი რაღაც ჩვენ არ გაგვაჩნიარით, ის შეიძლება რომ გადავრჩეთ. და იმის შემდგომ, რაც ესე იგი უფალი გამოეცხადა მოციქულებს და განუხნა გონება და გაახარა ისინი, ხო, რამ გაახარა ისინი, რომ მიხვდნენ ისინი. გაიხსენეთ, მართლა გაიხსენეს წიგნიდან, მართლა გაიხსენეს წინასწარმეტყველებიდან, რომ ესე უნდა ყოფილიყო ყველაფერი. და იმის შემდგომ, რაც ეს სიხარული ამ სიხარულით განიხარეს მათ, ბოლო სიტყვები ესეთი არის დღევანდელი სახარების, რომ მოიქცეს იერუსალიმ სიხარულითა დიდითა და იყოფოდეს ტაძარსა მაშინა მარადის აქებდეს და აკურთხევდეს ღმერთსა. ამინ. ესე იგი, აი აქ მინდა მე დღევანდელი თქვენი ყურადღება გავამახვილო, რომ აი რატომ არ მოგვიხარია ჩვენ ეხა კვირაში, აი ხა ლოცვაზე ხარ თქვენ მომბრძანებული და დაგლოცოთ ღმერთმა და ვიცი რომ მოგიხაროთ და მოხვედით. ხვალს მოვალ წირვაზე, ხო, მაგრამ სხვებს ცოტანი ვართ, ხო, ძალიან. რატომ არ მოუხარიათ? რატომ არ და თუნდაც ჩვენ ხან მოვდივართ, ხან არ მოვდივართ, ხო? რატომ არ მოვიხარიათ ჩვენ?
ეს კითხვა უნდა დაუსვათ ჩვენ თავს. იმიტომ არ მოგიხარია რომ ჩვენი გონება არ არის განხმული გულისხმისყოფა წიგნთა და უпростоრად გონება როგორ განიხმება საერთოდ არ ვკითხულობ ჩვენ. არ ვკითხულობ ჩვენ წმინდა წერილს. სადაც არის ეს სიხარული? გინდა ძველი აღთქმიდან და გინდა ახალი აღთქმიდან. ჯერ წმინდა წერილი უნდა წავიკითხოთ და მერე უნდა ვთხოვოთ უფალს რომ განგვიხვნას ჩვენ გონება გულისხმისყოფა წიგნთა. ამას საიდუმლო ლოცვაშიც კითხულობს მღვდელი სახარების წაკითხვის წინ, რომ განგვიხვნას ჩვენ გონება გულისხმისყოფად წერილისა, სახარებისა. მორწმუნე ადამიანი უნდა იზრდებოდეს საყვარელო, ნუ დავჯერდებით იმას, ლოცვაზე მოვედი, წირვაზე, რა თქმა უნდა, კარგია ეს, მაგრამ ხომ არის პირველი ნაბიჯი, არის მეორე ნაბიჯის, მეორე საფეხურის, არის მესამე საფეხური, არის მეოთხე და ესე აი ეს საფეხურები მარადის უნდა მიიწევდეს წინ, იმიტომ რომ ადამიანი მოწოდებულია უსასრულობისკენ. მაგრამ ერთ-ერთი საფეხური აუცილებელი ჩვენთვის და თქვენთვის და ზოგადად ყველასთვის არის ის, რომ უნდა ვკითხულობდეთ წმინდა წერილს და უნდა ვევედრებოდეთ უფალს, რომ განგვიხვნას ჩვენ გონება და მერე მოდის სიხარული. რომელი სიხარულიც მერე, აი ზუსტად ამ მდგომარეობაში გვამყოფებ ჩვენ. მარადის აქებდეს და აკურთხებდეს ღმერთს. ამინ. იყოს ჩვენში ეს წყურვილი, ვით არცა წყური ნირემს ამიმართ, წყაროთა მიმართ წყალთასა, იყოს ჩვენში ესეთი წყურვილი, რომ მარადის ვაქებდეთ და ვაკურთხებდეთ ღმერთსა. ამინ.